აი რას ნიშნავს ახალი ტექნოლოგიები. უგზო-უკლო ადგილას მომიყვანა უპრობლემოდ. რათა შორის მსუბუქად რომ ვიაროთ, საჭმელი არ წამოგვიღია. ზამთარში აქ ალბათ ზისხივი არ ჩამოვა. ნახე. ოჰ, მართლა რა ლამაზია, ნახე რა. წამოდი, აქეთ საფლავია, მე მგონი გაძარცული. შეიძლება რაღაცა იპოვეს. აი, მოდი, თიკო, აქ მოდი, შეხედე. ой, ამოყრილი. ამოყრილი აქვს, ეს გაძარცული არის. გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო. ბავშვები დღეს სახლში დავტოვეთ და მე და თიკო წამოვედით ჩემთვის უსაყვარლესი ადგილის სამშვილდის ნაქალაქარის სანახავად. ამ ადგილს აქვს თავისი უდიდესი ისტორია, თავისი ხასიათი, თავისი განწყობა. მიხარია რომ ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა ეს ადგილი, ბევრი ვიდეო დაიდო, თუმცა ყველა მხოლოდ ამ ნაქალაქარს განიხილავს. ჩვენ დღეს გვინდა რომ გავიაროთ აქ მოწყობილი წრიული მარშრუტი, ვიდრე ჩავალთ უშუალოდ ნაქალაქარში, წავალთ ნახავთ პირღებულის მონასტერს, ჩაუყვებით მერე ხრამის ხეობას, სადაც ახალი ბილიკია გაყვანილი და ვფიქრობ საინტერესო ერთდღიანი მოგზაურობა გამოგვივა. პირველი სანახაობა, პირველი ისეთი საინტერესო ადგილი გახლავთ აი ეს თაღოვანი ხიდი. როგორი პროპორციები აქვს, როგორი ფორმები აქვს, რამდენი ხანია დგას და თან მოქმედი ხიდია. მანქანები დადიანზეთ. აქ ისტორიული ხიდი არსებობდა, იმიტომ რომ ბევრი სავაჭრო გზა გადიოდა სამშვილდეზე, თუმცა ეს ხიდი აშენებულია იმ ძველი ხიდების ნანგრევზე მე-19 საუკუნეში. ნახე როგორი დამუშავებული, გათლილი ქვით არის გაკეთებული ეს ხიდი. თან ისეთი გამძლექვაა ბაზალტი. ხელოვნების ნიმუშია ფაქტიურად. ისეთი ადგილია სამშვილდეში რომ მიდიხარ, არ უნდა გამოტოვო. გზიდან ჩამოდიხარ 15 მეტრში უკვე ნახულობ ამ ადგილს. ეს პატარა მდინარე არის ჭივჭავი. ხიდიდან ამოვდივართ ახლა მარშრუტის პირველ საწყის წერტილამდე, სადაც საინფორმაციო დაფაა. პირღებულის მონასტრამდე 3.2 კილომეტრია. აბა წავედით. საწყის წერტილიდან წამოვედით დასავლეთის მიმართულებით. რელიეფი ოდნავ აღმართი, არაფერი განსაკუთრებული. 1 კილომეტრის მერე ეს ბილიკის ნიშნული შეხვდა, ჩვენი ძირითადი გზა გრძელდება პირღებულისკენ. მაგრამ ჩანაწერებში იყო ნათქვამი, რომ აქ მოვძებნოთ ჩაკარგულ ტყეში ძველი ნასოფლარია, კრწანისი ერქვა. ეხლა თვითონ ის ნასახლარები შემორჩენილი აღარ იქნება წესით, მაგრამ უნდა იყოს ეკლესიის ნანგრევები. ამიტომ ბილიკიდან გადაუხვევთ 250 მეტრში, შევეცდებით ეგ ადგილი ვიპოვოთ, დავათვალიეროთ და ისევ დავბრუნდებით ბილიკზე. ოპა, ესეც შენი ძველი ნაეკლესია არის. შემორჩენილია მარტო კედლები. აი რას ნიშნავს ახალი ტექნოლოგიები, ეს მე მგონი რუკაზეც არ არის დატანილი. გადმოვიტანე GPS-ში და ესეთ უგზო-უკლო ადგილას მომიყვანა უპრობლემოდ. როგორც ჩანს, კარგად მოპირკეთებული ეკლესია იყო. კოპწია პატარა ეკლესია იქნებოდა. თლილი ქვით გაკეთებული. თაღი, სვეტები, ძველი ნასახლარისგან შემორჩა ქვის გროვები და ეკლესია. წამოდი, აქეთ საფლავია, მე მგონი გაძარცული შავი არქეოლოგების მიერ. ამ ნასახლარზე როცა ვკითხულობდი, აღნიშნული იყო, რომ აი ესეთი ქალის საფლავია. შეხედე რამ ხელა საფლავის ქვა? არაბუნებრივად არის ამოწეული, ესე კიდე კაი ქვა არ გატეხეს. ამოთხრილია, ხედავ, მიწა აქვეყრია. იცოდნენ რომ ეს საფლავი იყო და თუ რამე ჩააყოლეს, ამოაგდეს. შეიძლება რაღაცა იპოვეს. აი ძვლები. ეს არ არის არქეოლოგიის გაკეთებული, ამას შევეკითხებით ჩვენ მეგობარა არქეოლოგებს. ეს არის შავი არქეოლოგების ნამაიმუნარი. აი მოდი, თიკო, აქ მოდი, შეხედე. ой, ამოყრილი. ამოყრილი აქვს, ეს გაძარცული არის. აი, თავის ქალა. თიხა. თუ რაიმე ჩაყოლებული იქნებოდა, ალბათ წაიღეს. აი, მოდი ჩვენ მეტი აღარ დავაზიანოთ. ეს ადგილი ჩაუგდოთ ზუსტი კოორდინატებით, რომ მოვიდნენ და რაღაცა გააკეთონ. წავედით. უცნაური გზნობით უნდა დაუბრუნდეთ ბილიქს. მარშრუტი უნდა გავიაროთ, მაგრამ რაღაცნაირად გული წყდება. აქ რო დადიხარ, არა მარტო აქ ქვემო ქარში, ზოგადად საქართველოში რო დადიხარ, გზნობ რომ უდიდესი ისტორია არის მიწის ქვემოთ. მაგრამ ვერ ვიკვლევთ როგორც ჩანს სათანადოდ ამ ისტორიას, რაც ეს მეტალოდეტექტორები შემოვიდა და მარტივი ამ მეტალოდეტექტორების შეძენა დადიან ეს შავი არქეოლოგიის წარმომადგენლები და ესე ძარცვავენ ჩვენს ისტორიას სამწუხაროდ. ხო და ძალიან დასანანია. იმიტომ რომ იქ რაღაცას პატარას ოქროს იპოვიან ალბათ, მაგრამ ჩვენ ისტორია გაიძარცვება. იმ ოქროს ღირებულებაზე 100 ჯერ უფრო მეტი ინფორმაცია დაგვეკარგება.
ძალიან ლამაზი ბილიკი მიიკლაკნება. Ფიქრობ, რომ საუკეთესო პერიოდში ვარ წამოსული. დაწყებული აქვს ფოთლების გამოტანა, ბალახი მწვანე, ხასხასა, ეტყობა რომ ეხლა ბუნება უნდა აფეთქდეს, მაგრამ ჯერ კიდე გვაქვს იმის საშუალება, რომ გარშემო ეს ნასახლარები, იქით ხრამის ხეობა, პეიზაჟები დავათვალიეროთ. ამიტომ ალბათ საუკეთესო დრო არის გაზაფხულზე, აქ წამოსვლა აპრილში და შემოდგომას როცა უკვე გაყვითლებული და სანახევროდ ფოთლებით ჩამოცვენილი იქნება. ჩვენი ეს სეირნობა როგორც ჩანს დასრულდა, წავედით ახლა პირღებულისკენ უნდა დავეშვათ. მაგრამ ესეც ნახე რა კარგი ჩასასვლელია. სადაც ვეშვებით ახლა არის ძალიან ლამაზი ბილიკი. კლდეებში მიიკლაკნება ეს ბილიკი აქ რო არ იცოდე რომ ჩამოდის და მონიშნული არ იყოს, ვერ მოაგნებს ადამიანი. მაგრამ აშკარად ეთყობა რომ ეს ახალი ბილიკი არ არის. ნახე, ქვები არის დალაგებული, ოღონდ ახალი დალაგებული არ არის. ეს ბილიკი არის შექმნილი, მოწყობილი ადამიანის მიერ. ჩადიოდა ეთყობა პირღებულში პირდაპირ. ეხლა ჩამოვედით პირღებულისკენ მიმავალ ძირითად გზაზე. ეს ბილიკი ეთყობა გააკეთეს საფეხმავლო ბილიკი, აქ მოდის ესეთი ვიწრო გზა. წავალთ ეხლა მივალთ პირღებულში. მე რაღაც ნანგრევები. მოვადექით ყოვლად მიუვალ ძალიან საინტერესო ადგილას აშენებულ ეკლესიას, მონასტერს, კომპლექსს. ეს არის პირღებულის კომპლექსი, რომელიც მე-13 საუკუნეში აშენდა, რუსუდან დედოფალს აუშენებია. შემდგომ მე-17 საუკუნეში რესტავრაცია ჩაუტარეს, ეს კარიბჭე მიამატეს, ამას კიდე ერთი სართული ჰქონდა და ესეთი საკმაოდ ლამაზი ეკლესიაა და გარშემო სულ აქ კელიები, გამოქვაბულები და მსგავსი ადგილები იყო, სადაც ეს ხალხი ცხოვრობდა, მოღვაწეობდა. ალბათ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ადგილია. და ეს საინტერესოა, ეს ორნამენტებიანი ჩანართები რო აქვს, ნახე, თაღში. ახლიდან გააკეთეს თუ ძველი მოხსნილი ხო არ არის, ნეტა ძველი მოხსნილიდან საიდანმე ხო არ მოიტანეს. რელიეფს დააკვირდი, სად არის გაკეთებული, ანუ რამხელა კედლები არის ამოყვანილი, რომ მიწა დაეჭირათ, შეხედე, არის სასწაულია რა. საოცარი ადგილია. სამწუხაროდ ეკლესიაში შიგნით ვერ შევდივართ, კარი დაკეტილია, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა აი გარედან ნახეთ ეს მოჩუქურთმებული ლავგარდანი რა ლამაზად გაყვება. თლილი ქვით არის გაკეთებული. კომპლექსი იყო, ანუ ერთი ეკლესია არ იყო, კომპლექსი იყო, ბევრი ბერი ცხოვრობდა, მოღვაწეობდნენ, დიდი ცენტრი იქნებოდა რელიგიური. აჰა, ეს არის ხრამის ხეობა, ნახე როგორ მიიკლაკნება, ხრამის კანიონს ეძახის ზოგი, იგივე მდინარე ქცია. ანუ ვიცი როგორ არის, წალკამდე რომ მოდის, ზედა ნაწილში უფრო ქცია არის, ესე მოიკლაკნება რა, ქცია და წალკის მერე წალკის კანიონში რო გადადის და ესე რო იხრამება, აქ უკვე ხრამი უხდება. ანუ ნახევარმდინარეს ქცია, ქვემოთ ხრამი. წამოდი გავაგრძელოთ, თორე ვეღარ მოვასწრებთ. 3 საათია. წამოვედით პირღებულის მონასტრიდან და ჩავდივართ უკვე ხეობაში. გავუყვებით მერე დინარის პარალელურად ბილიკს, ჯერჯერობით რაც მოვდივართ, ბილიკი არის 10-დან 10, სასწაული სეზონია და ძალიან კარგი ბილიკია. აი ეს დიდ ლოდებში, ხავსიან ლოდებში ესე რომ მიიკლაკნება, არის აი სასწაული სანახავი. 64. ცოტა გრძელია, თორე აქ ბავშვებიც უნდა წამოვიყვანოთ. 1-3 წელიწადში. რამხელა მუხაა, შეხედე. რამდენი რამე ექნება ამას ნანახი. ნახე, აქაც კი შეხედე, ეს არ არის ეხლა ბუნებრივი. დატერასებულია. ეს ქვები არ არის ბუნებრივად ესე. ჩვენ ვართ დაახლოებით პირღებულის ქვემოთ. და კითხვა ხო ისმევა რომ საერთოდ რა სჭამდნენ, როგორ ცხოვრობდნენ, მონასტერს ხო ჭირდება თავის საჭმელი. როგორც ჩანს, მთელ ამ სიგრძეზე მდინარემდე ეს დატერასებული იყო. გაჩეხილი იქნებოდა, ტყე არ იქნებოდა, ეს იქნებოდა ტერასები და ალბათ მაგ მოყავდათ საჭმელი. აი კედლები თიკო კიდე ნახე. ეხლაც ვართ ისევ იმ პირღებულის დაბლა, ანუ მთელი ტერიტორია ათვისებული ქონდათ თიკო. აქ მე მგონი საერთოდ ძველი დასახლება იყო, შეხედე? მე ეგრე მგონია რომ აქ სოფელი იყო. აი ზემოთ ხედავ პირღებულს, ჩანს იქ არ გამოჩნდება ვიდეოში, ნახე ზემოთ პირღებულის ქვემოთ ვარ ზუსტად. ჩანს, ცოტათი. ნანგრევები. რანაირად არის ჩაწნულივით, თითქოს ჩაწნესო. აბა ჩვენო სოკოს მწოდნე მაყურებლებო. დაგვიწერეთ რა სოკო არის ეს და რამეში გამოიყენება თუ არა, ცოტა ისე საშიშად. თლად საჭმელი არ იქნება ეს. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, ჩამოვედით მდინარე ხრამთან. აი უკვე მივადექით მის ციცაბო
ფერდობებს. და კარგია, თანო დადიხარ და თანო მდინარის ხმა გესმის. აი, სად ვიყავით? პირღებულის მონასტერი. რა კარგი საბანაო ადგილია, შეხედე რა. როგორი მრავალფეროვანი ბილიკია. სილამაზე მინდა დავაფიქსირო. ო, მართლა რა ლამაზია, ნახე რა. ამას შეხედე, გეხვეწებით იქო რა რელიეფია. ვინც ბავშვობაში ინდიანა ჯონსის ფილმებს უყურებდით და მოგწონდათ. აი ეს ბილიკი არის თქვენთვის ზედგამოჭრილი. გამოქვაბულები. წვიმამ თუ მოგისწრო, შედი დაისვენე. ზემოთაც კიდე გამოქვაბულები. სათავგადასავლო ბილიკია. აი ის ადგილი იყო ჩვენ რო გავჩერდით ქვემოთ. დორე. ხო როგორ მახეობაში ვარ, ზამთარში აქ ალბათ მზისხივი არც ჩამოვა და კიდე ნატაძრალი გვხვდება ბილიკზე. ორსაყრდარი ერქვა და ეტყობა ორი საყდარი იყო მიბჯენით? არა, კიდე უფრო დიდით იყო, წამო იქით არის, წამოდი. იქ ხო ნანგრევები იყო, მაგრამ აქეთ კიდე უფრო შთამბეჭდავი ის არის ნანგრევები. ეს ერი ეკლესიებია. ნახე. როგორი თაღია. აქ ამდენი სალოცავი, ამდენი ეკლესია. შეხედე. თან მოჩუქურთმებულია. სარკმელის გარშემო არის მოჩუქურთმებული. ასეთ მიუვალ ადგილას კი არა, ვაკე ადგილას რო სოფლებია, იმათ არ აქვს ესეთი სალოცავები და ამის იქით კიდე ერთია. ვანდალური წარწერები დატოვებული. აბა, გამხელა ქვები აქვთ მოტანილი. მერთო შენ გვიშვე. შეგვეწიე. ის ეკლესიები ჭანდრის კომპლექსი ყოფილა, ნახე, იმაზეა მითითებული. ჩვენ მივდივართ ახლა სამშვილდის წრიულ ბილიკზე. მორჩა ჩვენი სეირნობა. იმიტომ რომ ესე აქამდე დინარეს მოუყვებოდით და ეხლა უნდა ავიდეთ აი იქ ზემოთ ქარაფებზე, საიდანაც დავიწყეთ ჩამოსვლა. დაახლოებით 300 მეტრამდე უნდა ავიაროთ თიკო ვერტიკალში. 2 კილომეტრში ავალთ ისევ ზემოთ და კარგად დავიღლებით. მოდი იქამდე წყალი დავლიოთ, რომ დეჰიდრატაცია არ დაგვემართოს. მე უკვე დაღლილი ვარ ისე. სხვათა შორის მსუბუქად რომ ვიაროთ, საჭმელი არ წამოგვიღია. ნახოთ. ნახოთ. ჯერჯერობით არანაირი დისკომფორტი არ მაქვს. ბუნებრივი ფაზლი. ამოვედით, სასწაული ხეობაა რა. აი იქიდან ამოვედით, აი იქ ვიყავით. იმდენად კარგი სერპანტინი იყო, რომ არ დავიღალე, თიკო დაგვეღალა ცოტა. გასაწმენდი იყო ბილიკის ეს მონაკვეთი, ეს რეინჯერი თუ ყავს აქაურობას ერთი ვაზის მაკრატლით რომ ჩაურბინოს, არაფერი უჭირს. და ეხლა უკვე თვითონ სამშვილდის ნაქალაქარის ისტორიულ ძეგლებზე ვისეირნებთ და თითოეულ მათგანზე მოგიყვებით პატარ-პატარა ისტორიებს. ძალიან დიდი ისტორია აქვს ამ ადგილს. სამშვილდის ნაქალაქარში ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობა არის აი ეს სამი ქვა. ტეტრალითი ქვია ამ ქვას, მეგალითური ნაგებობაა. მეგალითური ნიშნავს ანუ დიდი ქვებისგან გაკეთებულ ნაგებობას. ტეტრალითი ნიშნავს 4 ქვა. მაგრამ აშკარად ეხლა ამას ადამიანი რო შეხედავს, სამი ქვა. თუმცა ეტყობა ეს დიდი ლოდი ქვემოთ რაზე ზდევს, ეგეც მიათვალეს და მასე გამოდის 4 ქვა. საინტერესო და გამორჩეული წერტილია. შეხედე რა. საოცარი გარემო აქვს. რაღაც ის ამაზე ხო არ ჯდებოდა, იმიტომ აი ესეთი იეროგლიფური დიდი ლოდია. შეიძლება ტეტრალითი, ანუ ეს ლოდიც მითვლილი, ანუ 3 პლუს ეს 1 ლოდი. ხო, მაგრამ იმასაც 4 კუთხე. ამაზე თიკო ამბობენ, ან ზეთის სახტელი იყო, ან ესეთი სამეურნეო დანიშნულების ქვა იყო. გაიხსენე, მანგლისის სიონშიც არის ესეთი მიწაში ჩაფლული. ის უფრო მეტად არის ჩაფლული, მაგრამ სავარაუდოდ ესეთი რაღაც სახტელი ან წისქვილის თემაში გამოიყენებოდა. პირველად აქ რო ფეხი შემოდგი, 20 წლის ვიყავი. აი ისეთი ეფექტი მოახდინა ამ ნაქალაქარმა. მეგონა რომ გადავინაცვლე ზუსტად 10 საუკუნით უკან. იქით პატარა ეკლესია ხედავ, ნაეკლესიარი. მაგას ქვია თეოგენიდა. ესეთი საინტერესო სახელი აქვს დარქმეული. აი თიკო, გამოვედით ცენტრალურ ქუჩაზე. აი აქ რო შემოდიხარ, სხვაგან წყობაა. განსაკუთრებული ხასიათი აქვს აქაურობას, განსაკუთრებული გარემოა. შეხედე რა როგორი ქუჩაა. ეს არის ძველი ქალაქის ქუჩა. ნახე, შიდა ქუჩები შედის იქით. აქეთ იქით ღობეები, ყორეები, ეზოები ცხოვრობდნენ, დიდგვაროვნები, ვაჭრები, მეომრები, ფეოდალები.
აი ძველი სასახლის დიდი სახლის ნანგრევები. თვითონ ფორმა ნახე როგორია? აი ესეთ ფორმას აკეთებს აქ. ზედა მხარეს არის მდინარე ჭივჭავი, ქვედა მხარეს არის ხრამი იგივე ქცია და აი ეს ადგილი, ანუ ამ ორი მდინარის შეერთებამ უზარმაზარი ხრამი გააჩინა. აქეთ იქით დაცულია აბსოლუტურად ეს ტერიტორია და ქალაქი გაშენებულია ამ კონცხზე. ეს ადგილები, ანუ სამშვილდე, ყოველი სამშვილდარი მოესწრო, ესე იგი, არაბობა თბილისის საამიროსაც ექვემდებარებოდა გარკვეული პერიოდი. მერე სომხური მმართველობაც იყო, ამიტომ არის აქ ისტორიულ ძეგლებზე გარკვეული სომხური წარწერები. სელჩუკების შემოსევები იყო. ჩვენ მერე 1110 წელს დავით აღმაშენებელმა სელჩუკებისგანაც დაიბრუნა. იქამდე ბაგრატ მეოთხემ სომხებისგან დაიბრუნა. თუმცა მერე უკვე თემურლენგის შემოსევები, სელჩუკების შემოსევები და აქაურობა ძალიან გააპარტახეს. საბრძოლო ველი იყო. ბოლოს უკვე ერეკლე მეფესაც კი მოუწია აქ სამშვილდეში ბრძოლა, მაგას გეტყვით. რა და როგორ ვითარებაში იყო, ეგეც საინტერესოა. და ბევრი ჭირვარამი აქვს აქაურობას გამოვლილი. საბოლოოდ გაუკაცრიელდა უკვე ლეკიანობიდან გამომდინარე მე-18 საუკუნეში. მთელი ქვემო ქართლი გაუკაცრიელდა და ხელახლა დასახლება დაიწყეს მე-18-19 საუკუნეებში. აი ეს არის, ეხლა უკვე შევდივართ მთავარი ციხე, ანუ ციტადელი არის, აი ეს უზარმაზარი კედელი, ნახე რამხელა კედლები აშენებული. ისტორია გვიყვება, რომ აქ ერეკლე მეფეს და თეიმურაზ მეორეს, ანუ ქართლ-კახეთის მეფეები ხო იყვნენ, თეიმურაზ მეორე და ერეკლე, პატარა კახი. და საერთო ჯამში ტახტის წართმევა დაუპირა ქართლში, ეგეთი ტიპი იყო აბდულა ბეგი, იგივე არჩილი. ისე კაცმა რო თქვას ეკუთვნოდა, იმიტომ რომ მამამისი ქართლის მეფე ყოფილა, ანუ პრეტენზიის უფლება ჰქონდა. საბოლოო ჯამში ეს აბდულა ბეგი აქ გამაგრდა, მიიმხრო ლეკები, მიიმხრო ვიღაცა ავღანელები ყავდაო ჩამოყვანილი, ესე იგი შემოიკრიბა ეს ხალხი, გაამაგრა, ეს გოდოლები მიაშენა, წყლის რეზერვუარები გააკეთა და ერეკლე მეფესთან იყო დაპირისპირებაში და ერეკლე მეფემ საბოლოო ჯამში აჯობა, დაამარცხა და სამშვილდეც შემოიერთა, ასე რომ ერეკლე მეფესაც კი ნაომარი აქვს აქ და ნაბრძოლი აქვს სამშვილდეში. სამშვილდის ნაქალაქართან მდებარეობს ორი სოფელი. ერთი არის სამშვილდე, მეორე არის დაღეთ ხაჩინი. ამ სოფლებში ცხოვრობს დღეს ეთნიკური სომხები. დაღეთ ხაჩინში ჩამოასახლეს მე-18 საუკუნის ბოლოს, თვითონ სამშვილდეში მე-19 საუკუნეში. გერმანელებს უპირებდნენ ამ სამშვილდეში ჩამოსახლებას, მაგრამ როგორც ჩანს რაღაც მომენტში სომხები ჩამოასახლეს და ამიტომ გერმანელების ჩამოსახლება ვეღარ მოხერხდა. ბოლო ბრძოლა რაც აქ გაიმართა, ეს არ არის ერეკლე მეფეს არ გაუმართავს ბოლო ბრძოლა. ბოლო ბრძოლა იყო ვალიკო ჯუღელი ყავდა ეგეთი სახალხო გვარდიის ძალიან მაგარი მმართველი და ის იხსენებს, როდესაც სომხებმა 1918 წელს შემოგვიტიეს, მათი ყველაზე ჩრდილოეთი ნაწილი გადიოდა აქ სამშვილდე და დაღეს ხაჩინი ქონდა დაკავებული ამ სომხურ არმიას. და ჩვენი ეს სახალხო გვარდია მაშინ ვალიკო ჯუღელი თავის მოგონებებში წერს, რომ აი დაღეთ ხაჩინს და სამშვილდეს უტევდნენ და საბოლოო ჯამში დაიბრუნეს აქაურობა. ანუ აქამდე შემოვიდნენ სომხები. ბოლო ბრძოლა მოხდა აქ 1918 წელს ამ მიწაზე. აქეთ არის უკვე არქეოლოგიური გათხრები. არ დააზიანოთო და მოდი აქედან დავათვალიეროთ, არ არის აუცილებელი, ეხლა შევძვრეთ და ზედ ვიძრომიალოთ. ზოგადად ისტორიულ ძეგლებზე ფეხით ნუივლით ზედ არაძვრეთ. როგორც ჩანს, აქ იყო ეხლა ამ მთავარ გალავანზე მიშენებული სხვადასხვა სამეურნეო საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობები, აბანოები, სახლები, სასახლეები. ეხლა უნდა წავიდეთ და ამ ადგილის ყველაზე მთავარი ისტორიული ძეგლი უნდა ვნახოთ, ეს არის სამშვილდის სიონი, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო ისტორია. წავედით მოვასწროთ სანამ დაგვაღამდა. ეს არის სამნავიანი ბაზილიკა. ანუ ამ ტერიტორიაზე ძირითად ციხეში, ანუ ციტადელში რო შემოდიხარ, სამი ეკლესია, ეს ბაზილიკა, ამის შემდგომ სიონი და მერე იქით არის აფსიდიანი ეკლესია. თუმცა მნიშვნელობით სიონი ყველაზე დიდია. ეს მოგვიანებით აშენდა და ამის მშენებლობის დროს უკვე დანგრეული სიონის ის გამოიყენეს მასალები. აი ეს არის სამშვილდის სიონის ნანგრევები. ნანგრევებია, მაგრამ რამხელა ისტორიას ინახავს და მაინც როგორი შთამბეჭდავია. შეხედე რამხელა იყო თიკო. გარედან ესეთი ლამაზი დამუშავებული ქვით, თაღები, რამხელა მასშტაბი, რამსიგანე კედლები. რა ლამაზია, ნახე.
და დღესაც როგორი დიდებულია. იმ პატარა ქვას შეხედეთ იქ ზემოთ რა მაგრა არის. და აქ მოდი, აქ პატარა სარკმელი ზემოთ გაშავებულია, ეთყობა ცეცხლიც შეიძლება წაუკიდეს. აქ ეხლა აღმოსავლეთ მხარეს უნდა იყოს წარწერა, რომლის მიხედვითაც დაადგინეს ამ ეკლესიის აშენების დრო. აი მოდი თიკო. წაკითხულს რომ მიაგნებ ხოლმე როგორ უხარია ადამიანს. ნახე, აი ამ სიმაღლეზე თელს ამ მხარეზე მიუყვებოდა ეს წარწერა. მართალია დღეს დიდი ნაწილი დაკარგულია, მაგრამ ასეთმა მეცნიერმა ლევან მუსხელიშვილმა გაშიფრა ეს წარწერა. და თვითონ ეს გაშიფრის მომენტი იყო ძალიან საინტერესო. თითო ქვა გაზომა, თითო ასო გაზომა, რამდენი ასო უნდა ყოფილიყო თითო ქვაში. დაადგინა ტექსტი. ტექსტი ამბობდა ესეთ რამეს, რომ ვიღაც გვარით პიტიახშებმა დაიწყეს ამის მშენებლობა, ერთმა დაიწყო, გარდაიცვალა, მეორემ დაიწყო, მერე დაასრულეს პომპეზურად, აკურთხეს ეს ტაძარი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ანუ ამ ტაძრის მშენებლობის თარიღი მიბმული იყო ვინმე კონსტანტინე და ლეონის მეფობის თარიღზე. და დასადგენი იყო ვინ იქნებოდა ეს კონსტანტინე და ლეონი. სხვადასხვა აზრი იყო გამოთქმული, მაგრამ ლევან მუსხელიშვილის აზრით, რომელმაც ყველაზე უფრო ზუსტად დაადგინა ეკლესიის აშენების თარიღი, თქვა, რომ ეს არის ბიზანტიის კეისრები, ანუ კონსტანტინე კოპრონიმე და ლეონ ხაზარი. ორივეს გამეფების წელი ცნობილია და შესაბამისად გამოვითვალეთ, რომ ეს ტაძარი აიგო, დაიწყო მისი მშენებლობა 759 წელს და 777 წელს დასრულდა. 20 წელი აშენებდნენ. მაგრამ მაყურებელს მინდა შევახსენო, რა პერიოდი ეს უბრალო თარიღები არ არის. ანუ ეს არის პერიოდი, როდესაც თბილისში არის საამირო. ანუ არაბობა ბოგინობს აქ ქვემო ქართლში მით უმეტეს და ამ დროს მოვდივართ, ქვემო ქართლში ვაშენებთ ამ გრანდიოზულ მართლმადიდებლურ ტაძარს და მის დათარიღებას ვახდენთ არა რომელიმე აღმოსავლური ან არაბული მმართველის მიხედვით, რომელიც იმ პერიოდში გამეფდა, არამედ ბიზანტიელი კეისრების მიხედვით. და გამოთქმული აქვს ლევან მუსხელიშვილის ის აზრი, რომ ეს იყო ანუ შეგნებული გაცხადება და დემონსტრირება იმ კურსისა, რომელსაც საქართველოს ირჩევდა, ასე ვთქვათ, ბიზანტიური დასავლური კურსისა. ალბათ დადგება მომენტი, როდესაც ამ ეკლესიის აღდგენაზე წავა საუბარი და კაცი რო დაფიქრდეს ისე ასეთ მდგომარეობაში კონსერვაცია შესაძლოა უფრო უპრიანი იყოს, იმიტომ რომ ეს ნანგრევები თავის ისტორიას გვიყვება, რამდენი ჭირვარამი გამოიარა, რამდენი საუკუნე და მაინც ამაყად დგას და თავის ამბავს გვიყვება. და ამ რეგიონში შემოინახა ჩვენი კულტურის და ქართველობის კვალი. თუმცა ამ ეკლესიის ისტორია 759 წელს არ იწყება. ეს ეკლესია ააშენეს პირველი სამშვილდის სიონის ნასახლარზე, ხოლო პირველი სამშვილდის სიონი აუშენებია ვახტანგ გორგასლის დედას საგდუხტს. ანუ იქიდან მოყოლებული, ესე იგი, აქ დგას სამშვილდის სიონი. ასეთი ხანგრძლივი და უწყვეტი ისტორია აქვს ამ საოცარ ეკლესიას და ადგილს. ეს თიკო პატარა სიონთან შედარებით, თორე ისე არც ისე პატარა აფსიდიანი ეკლესია. აფსიდი ქვია იმ მომრგვალებულ ნაწილს. გუმბათი ჩამონგრეული აქვს, მაგრამ ნახე, სარკმელზე ეტყობა, რომ მოხატული იყო. და მოხატულობაზე რა თქმა უნდა აწერია სპარტაკ. უკიდეგანოა ადამიანის სიბრიყვე. აი სავსეა, მთელი სამშვილდე სავსეა ისტორიული ძეგლებით. საოცარ განწყობას ქმნის. ის თაღი როა შემორჩენილი ზემოთ. აი ქვები სამი ქვა რო არის მაინც. აი აქ არის ორი უზარმაზარი წყლის რეზერვუარი. ციხეს ხომ ჭირდებოდა წყალი, ალყის დროს რომ თავი შეენახა. ისე აბდულაბეგი მეთქი რო გიყვებოდით. მეფე ერეკლეს რო ებრძოდა თქო, ესენი მაგან მოაწყო, ან როგორც მინიმუმ გაარემონტა და შეაკეთა. წყალი რო დაეგროვებინა. კიდეები არის უქვებით ამოყვანილი. წყალი რო არ გაპარულიყო, ეს შეხედე ამოლესილებია რა. რამდენი დამპყრობელი ჩამოვთვალეთ, ესე იგი, არაბები ჩამოვთვალეთ. სომხები იყვნენ გავაძევეთ. თან ისე სომხებმა დედაქალაქი აქ გადმოიტანეს. ტაშիր ძორაკეთის სამეფო იყო და დედაქალაქი გადმოიტანეს აქ, არა და გეოგრაფიული ცენტრი იყო იქით ლორისკენ. ადგნენ და აქ გადმოიტანეს. ეგენიც მერე გავაძევეთ აქედან. მერე იყო რავი შემოსევები, თემურლენგი, სელჯუკები, ვინ აღარ იყო, ხო? ვინ აღარ შემოვიდა და ვინ აღარ გვეომებოდა კონკრეტულად ამ ადგილზე. მაგრამ იყვნენ ესეთი შავბატკნიანები.
თურქმანული ტომების გაერთიანება იყო შავბატკნიანები. ჯერ ადონის უფანტაზიოები იყვნენ, სხვა რო ვერაფერი ვერ მოიფიქრეს და შავბატკნიანები დაირქვეს. და მაგათი ხელმძღვანელი იყო ჯეჰან შაჰი. ხო და ეს ჯეჰან შაჰი შემოგვესია 1440 წელს და ესეთი ჩანაწერი არსებობს, რომ 1654 კაცის თავისგან გააკეთა აქ მინარეთი, დააჭრა თავებიდან 10000 კაცამდე მერე წაიყვანა ტყვეეთ. და ეს ჯეჰან შაჰი თან პარალელურად ყოფილა თურმე პოეტი. ხო და თუ პოეტი ხარ შეოჯახაშენებულო, თუ დანგრეულო, რაც ეკუთვნის. აქ რაღაც მოდიხარ, რას გვებრძოდა, რას გვემტერებოდა. სერიოზული გაპარტახება მოუწყო მაგ პოეტმა ჯეჰან შაჰმა აქაურობას. მოვადექით მენჰირიან ეკლესიას. მის ეზოში დგას ესეთი საინტერესო საფლავის ქვა. საკმაოდ დიდია. ნახე, ზედ ადამიანი ახატია, გადაჯვარედინებული ხელებით. აქ ჯვარი და აი ხანჯალი, ნახე. ესე არის ხანჯალი დახატული. ან მეომარი იყო, ან მხედარი იყო. დიდგვაროვანი იქნებოდა ეხლა ასეთ საფლავს პატარა კაცს არ გაუკეთებდნენ. როგორ არ უხდება ეხლა ამ ადგილს? აი ეს მახინჯი რაღაც სველი ხელსახოცებია გამოკრული, არკები არის გამოკრული. რა არის? მახინჯობა არა. ნახე, ეს არის უზარმაზარი ლოდი. ეს არის აი უძველესი დროიდან მოყოლებული მენჰირს ეძახიან. ანუ ერთი უზარმაზარი ესეთი ლოდი მიწაში ჩარჭობილი. საკულტო ნაგებობა, საკულტო ფუნქციას ასრულებდა ალბათ. ეს ეკლესია ამ მენჰირზე გარშემო მოგვიანებით შემოაშენეს. ხოლო ეს წარწერები, აქ არის სომხური წარწერები გაკეთებული. სუმბატერის თავი მოიხსენიება. ჩვენ ხო თქვით, ეს ადგილები მე-9 საუკუნის ბოლოდან მე-11 საუკუნის 60-იან წლებამდე სომხების მმართველობაში მოექცა. იმ პერიოდის არის აი ეს წარწერაც გაკეთებული. გამოვედით სამშვილდის ციხე-ქალაქიდან. ეს იყო, ასე ვთქვათ, პირველი გალავანი, დაბალი გალავანი, ამის იქით მერე ქალაქი გრძელდებოდა. ის დიდი გალავანი უკვე დედაციხეა, მთავარი ციხე. მოსახლეობა ალბათ აქეთაც იქნებოდა, იმიტომ რომ არის, ნახე კიდე ნაკვეთები. უბრალოდ ალბათ რაც უფრო დედაციხესთან ახლოს ცხოვრობდი, უფრო პრესტიჟული იყო მაშინაც. ნეტა მაგაზე თუ ჩხუბობდნენ, რომ აი უკეთეს უბანში მინდა რომ გადავიდე. მაშინ უფრო რთული იყო, ალბათ უფრო რომ დიდარი ღარიბი რა სხვაობა იქნებოდა, ეხლა დიდარი საჭმელი იქნებოდა ბევრი. რა უნდა აი დიდარს რა უნდა გაეკეთებინა? მსახურები ეყოლებოდა და ამ ქვებს მოუზიდავდნენ. სხვა? რა ვიცი, რაღაცებს გაუკეთებდნენ რა, თავის გასაკეთებლად. იცი რაზე მეფიქრება? ის პირველი ეკლესია, ნაეკლესიარი რომ ნახეთ და იმ ქალის საფლავი. ხო. ამოთხრილი. ანუ ის ქალი იქნებოდა აუცილებლად დიდგვაროვანი. მაგხელა საფლავის ქვას და მაგხელა იმას ეკლესიას და სხვას ეხლა ჩვეულებრივს არ გაუკეთებდნენ, ჩვეულებრივ ადამიანს. ხო და წარმოიდგინე, რამდენი ასწლეული იყო ეგ საფლავი, ეგ საფლავის ქვა. დიდგვაროვანი ქალი თავის დროზე თავი მოსწონდა, ცხოვრობდა და 21 საუკუნეში ვითომ რომ განვითარდით, ვითომ რომ უფრო მორალურად ავმაღლდით. აი ვიღაცა გარეწარი მოვიდა და იმ ქალის ძვლები ამოიღო და დაყარა ღიაცის ქვეშ. რა როგორ შეურაცხო რა არის მაინც ცხოვრება და ბედი. ეგ არის ჩვენი განვითარება. საზოგადოების იმ მახინჯი ნაწილის მისე გააკეთა. ჩვენი დღევანდელი მარშრუტის ბოლო ეკლესია, რომელსაც ვნახავთ, სამშვილდის წმინდა გიორგის ეკლესია და მნიშვნელოვანია ეს ძეგლი იმით, რომ აბსოლუტურად გაძარცვული იყო, აბსოლუტურად დანგრეული იყო და ბოლო პერიოდში აღდგა. ნახეთ, განსხვავებას ატყობს, რომელია ძველი ქვები, ძველი ფენა, იგივე ლავგარდანის ეს არის ორი ძველი ქვა, დანარჩენი არის აღდგენილი. ამისთვის ეს რესტავრაცია რო არ ჩაეტარებინათ, დაინგრეოდა, ისეთ ცუდ მდგომარეობაში იყო. ქალს აღუდგენია სხვათა შორის. ვახტანგ მეხუთის დროს აღდგა, ზილიხანი იყო ეგეთი ქალი და დედოფლის აღმზრდელი ყოფილა, იმან აღადგინა და წარწერაში ჰქონდა მითითებული, თაყაიშვილმა წაიკითხა ის წარწერა და მე დაიკარგა, რომ დავიწყეო აღდგენა, ფული მიმაკდაო სახსრები და იმ დედოფალს დაუმატებია. ესეც ჩვენი საწყისი წერტილი.
საიდანაც დავიწყეთ ლაშქრობა, ისევ იქ მოვედით საინფორმაციო დაფასთან. ბილიქს ვუწერ 10-დან 10. რელიეფი არის ძალიან მრავალფეროვანი, ძალიან საინტერესო, განსაკუთრებით ამ სეზონზე აპრილში სიმწვანე უამრავი, ამინდი საუკეთესო დაგვემთხვა. ერთადერთი გარკვეულ მონაკვეთებში ბილიქს ჭირდება, ეხლა შუა სეზონია და აქამდე წესით ეს ბილიკი რეინჯერებს გასუფთავებული უნდა კონდეთ. ბავშვები არ წამოვიყვანეთ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა 15 კილომეტრი ეხლა 7 წლის ბავშვისთვის ბევრია, თუმცა ვფიქრობ შემოდგომას წამოვიდეთ ბავშვებით და უშუალოდ აი ეს ციხესიმაგრის, ციხე-ქალაქის ნანგრევები დავათვალიერებინოთ, ამ ძველ ადგილებს ვანახებთ, გავაცნობთ და ამ კუთხით ბავშვებისთვის ეს ადგილიც კარგია. თუმცა ამ წრიულ მარშრუტზე ჯერ ადრეა. მარშრუტ 10-დან 10 ეს საუკეთესო მარშრუტი დამემატა ჩემს ასე ვთქვათ ყულაბაში. სამშვილდეში სამჯერ ვიყავი ნამყოფი, პირღებულში ცალკე ვიყავი ნამყოფი, მაგრამ აი ეს წრიული მარშრუტი ვინც მოიკვლია, ვინც გააკეთა ყოჩაღ. ამ მარშრუტს აგიტვირთავთ, შესაბამისად თქვენ შეძლებთ იგივე ბილიკი გაიმეოროთ. თხოვნა გვექნება რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გააზიაროთ ვიდეოები, რადგანაც ეს დიდ мотивაციას გვაძლევს და გვაძლევს იმის სურვილს, რომ გადავიღოთ ახალ-ახალი ეპიზოდები. აბა, შემდეგ შეხვედრამდე. დროებით. მეც აქ ვიყავი გიორგისთან ერთად. ჩემი თიკოც ჩემთან ერთად იყო. ყველაზე მაგარი ოპერატორი 15 კილომეტრს ფეხით დადის და თან ვიდეოებს იღებს. მეტი რა ქნას ადამიანმა. წავედით სახლისკენ, გავეშურეთ, დაგვიწერა Google-მა რომ საათი და 20 წუთი გვჭირდება. ასე რომ დედაქალაქთან ახლოს არის, დაახლოებით 75 კილომეტრია. დრო ცოტა ჭირდება აქ ჩამოსვლას. ბილიკი ულამაზესი, ასე რომ ყველას გირჩევთ, ვისაც საშუალება გაქვთ, ჩამოხვიდეთ და ეს ისტორიული ადგილი და ეს ლამაზი ბილიკი მოინახულოთ. შემოვიაროთ ჩვენი ქვეყანა ფეხით, აბა დროებით.